ფიცავ აპოლონ კურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაკიას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს. მოწმებათ რა ცხრა მათ რომ კეთილსინდისიერად ჩემი ძალღონის და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორი აქტმა და წერილობითი ვალდებულება, ვინ შემასწავლა კურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი. ფიცავ. აი, ეგადი. დინამოს ექიმი. დავით ხარაბაძეა დღეს ჩემი სტუმარი და იცი ეს მომას გაფიცე? არ ვიცი, მაგრამ დადებული მაქვს. დადებული რა გაგ მაინტერესებს როგორ დადე როდი და რა პირობებში. მაგრამ მანამდე გეტყვით რომ 2025 წელს პირველი ლაილა იწერება დღეს. სიამოვნებით ძალიან გვიხარია თქვენთან შეხვედრა კიდევ ერთხელ. პირველი ქართული ვისკი ჯიმშერი რასაკვირველია ჩვენთან ერთად არის და დღეს ბატონ დავითს ვიდრე ფიცეც ვალაპარაკებ და კიდევ უამრავ ბევრ საინტერესო საქმეს გავივლით რა თქმა უნდა და მინდა რომ კარგი განწყობა შეგიქმნათ და პირველად გასინჯავს, პირველად გასინჯავს. ეგრეთ შეფასება ქონდა ისეთი და აქვე ლავაცა ჩვენი შორის ძალიან გემრიელია. იტალიური დესანტი ჩვენი სპონსორი, შეგიძლიათ აღწერაში გადახვიდეთ ლინკზე და შეიძინოთ აი ეს პელე აპარატი მართლაც საუკეთესო და სასიამოვნო. მე დიმასთან რომ ჩავდივარ საგურამოში, თქმაც არ ჭირდება, აი ეს თვალით ვანიშნებ ხოლმე და და ეგრევე მოვაქვს ყავა ლავაცა ჩაჩა კაი, დავით, გაგვიმარჯოს, შეხვედრას. ყოველთვის აჩალიჭებ. ამოალა არა, ეს როგორ აღშუთა იმას რატო არ უსხავო? იმიტომ რომ იმერელია. სამი იმერელი ვსხებავთ ეხლა აქ. სამი კნიაზე. იცი რა მითხარი? ეს კნიაზე კნიაზე. გაგვიმარჯოს მოკლედ რა. ჩვენ შეხვედრას გავუმარჯოს. ძველით ახალწელს შოუბას, ყველაფერს გილოცავთ და სიმშვიდეს, სიწყნარეს და ერთმანეთის სიყვარულს გიშობთ. აჰა, დაბადების დღე ქონდა? ვაუ. შვიცი გასა. გილოცავ. ლაბარაკი. მეგობრები გილოცავ და გულოთ. წარმატებული. ვისკი გვაქვს, ჰიპოკრატეს ფიცი გვაქვს, ყავა გვაქვს, განწყობა გვაქვს და საუბარიც უნდა დავიწყოთ. საუბარი მაგრამ. როგორია? მართლა არა, მართლა ყოველგვარი გადაწარმოების გარშემო. გახსოვს, ინგლისელი სტუმრები მყავდაო, არ ვიცოდი უცებ სახლში ესე არაფერი არ მქონდაო თუ რა სასმელი, დავინახე ჯიმშერი და ოპა, გაგიჟდრე მისე. საიდან თვითონ მოვიდა დადგან ეტა იქ თუ რა საიდან იდო? შენ მივიცი რა საინტერესოა. მისმინე, გახსოვს ეს როდის ნადესან და რა პირობებში? ეგ დავდე 2004 წელს მე სწავლობდი სუდინამოს ექიმი არ ვიყავ. ვიცი მე დოკუმენტებში ერთად ვიყავით ჩვენ თუ გახსოვს. მე სწავლობდი სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტზე. სამედიცინო უნივერსიტეტში იყო მაშინ სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი, რომლის დამთავრებულების ხდებოდნენ სამხედრო ექიმები, სამხედრო ქირურგები, საველე რა, მოკლედ რა და ჯარში, ჰოსპიტალში ამაში შეგეძლო მუშაობა. 2004 წელს დავამთავრე და სამხედრო ფორმაში ჩაცმული მივიღე ეს ფიცი. ფიცავ ჩემ ძალღონისა და მიხვედრილობის შესაბამისად. კი ბატონო. და მე რომელი წელი იყო აღარ მახსოვს ახლა ლოკომოტივში რომ მე რო ვიყავი. ხო და 2005-ში ლოკომოტივში მოვიდა. მე ახლა ჩემი ლოკომოტივის დირექტორობა ახლა დღევანდელი განსახილება შეცდომა იყო მე ჩემი პირად, მაგრამ გამოცდილება გავიარე. იყო ლოკომოტივის პიტერ კენიონი. ხო მიიღი გამოცდილება. ბიჭო, გამოცდილება კი ერთადერთი რაც მე შევძელი მართლა ფეხბურთელების მიმართ ქონდა ძალიან ადამიანური და კარგი დამოკიდებულება და ისთან გაკეთე. ხაჭაპური და რაღაცა მევამატებდი და იყო პრობლემები რა, მოკლედ მაშინ. ანუ იკისრეს გეუბნებოდი. ამას ყველაფერს პრობლემა ქონდა. ბიუჯეტი ახლა მე ლექსო ვიცი რომ თავის ჯიბიდან იხდის, წლებია, ფულზა, ასე შემდეგ და მართლა ძალიან ისეთი მომენტი იყო რა და ბოლოს მაგარი გუნდი ყავდა. ვიტალი, კარში კოშკა, ცკიტა, რა ვიცი, ხო რა. ტაჩი ფოქაძეს ხო რატი დამხვდა კაცო? რატი? ხო, რატი მე რატი გავაცოცხლეთ, მაო. სამხარა. ხო, სამხარა, იქ მე კუცურუა იყო, გულორდავა, რავი, ჭიჭიკო თუთმერინწე გახსოვს თუ. ანუ იკისრეს გეძახდნენ მეცახელად. და რავი, გასაყინები და წამლები და რავი, ეს რასაც გვეტყო და ჩალიჩობდი. მართლა. პირველი გუნდი იყო ლოკომოტივი? არა. პირველი გუნდი იყო თბილისის სპარტაკი. სპარტაკი. თბილისის ოღონდ. თბილისის, ო? აბა მოსკოვის? არა, ხო არის ცხინვალის სპარტაკი. ცხინვალი, ხო, თბილისის. ეგ რომელი ლიგა იყო? ქვედა. ახალი გადმოსული იყო უმაღლეს ლიგაში. უმაღლესში. ის ერთი სეზონი ვიყავი თბილისის სპარტაკში და მე გავარდი. შენც კაი 1000 გუნდზე გადამხტარი ხარ. კი, კაცო. აი მაშინ ძველი ფეხბურთელები სულ იხსენებენ ხოლმე 90-იანელების რომ იყო პრობლემა რაღაც მედიკამენტების სამედიცინო რაღაც. მაშინ რა გამოსავალი რა იყო? აი რა შრებოდი? ზილავდა შეცემ. არა ზილავდა. და ახლა და გასაყიდე. აი მე მახსოვს. ყველაფერს ყინავდნენ. ყველაფერს ხო კი რა, მე იყო ერთი
გამახურებელი კრემი იყო, ეგეთი ბენგეი ერთა. აუ, ჩინურ, აუ, დრაკონი თუ გველი თუ რაღაცა რო ეხატა, ბიჭო. თეთრი დრაკონი. იმის და სუნი ქონდა როგორ იცი? აი, გასახდელში ვერა ვეჩერდებოდა. და ხო. მართლა? ხო და მახსოვს ისეთი გაჭირვება იყო ამ კუთხით, რომ პრეზიდენტთან მივდიოდი წარმოიდგინე და ვეუბნებოდი ფილმის პარტაკში, რომ ერთი ბენგეი და რაღაცა, ანუ 10 ლარის ბაზარი იყო ერთ თამაშზე რა. ხო და იქ თან არც ბაზარში მყავდა არავინ, მარტო ერთი სეზონი. არ ვიცი. ბიჭო, ისე რა არის, იცი? აი ხარისხი თამაშს გახსოვს ხო? არ იყო ესეთი ცუდი რა. სენიორ ხო, ლავაც. ხო არ იყო ცუდი. აი არა, ძალიან მაგარი თამაშები იყო, სხვათა შორის და ძალიან ის იყო. რა, დონე, რა საფარი ხო სხვა. არ იყო. არაფერი, აი ძალიან ანუ ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეხლა ისეთი შაქრები. კი, მე ვინც შაქარს აყრის ყავაში, იმას იმისი არ მესმის. ანუ ესე იგი ჩვენ დღეს ვიჩვენებთ. ამან ხა ყავას ხრი ჩაიშიო და აი ვერ გაიგო. მე ვთქვი რომ ჩაიში ვიყრი შაქარს, ეხა ბიჭო, რათა ვხედი ხარ ორი კაც გეუბნებით ჩაიდანი ხარ ბოლი უნდა გამოუჩა. აერი. ჩაის ხრი ყავაში. თუ ყავაჯობია ჩაიში. ყავა მიჩვენდა ამას უშაქრო. თქმა უნდა და იცი? არა. ჩაიში ვყრი შაქარსო, ყავაში არ ვყრიო, მაგრამ მე აერია და თქვა რომ ყავას ვყრი. მაგრამ ვიცი რა, მე პრობლემა. ვერ დაგეთახმებ იმას, რომ ჩვენ უკვე გავუგეთ ერთმანეთს რანაირად ვისაც ვინც ყავას შაქარს არ იყრის. ჩვენ უკვე გაუდეთ არა, ამ ერთმანეთს. კუთხით არ მესმის მეთქი, თორე ისი ახლა შენთან გაგებით რა. არაფერი რა. ყავას ბერსო? არა, ვაფშე იშვიათად. იშვიათად. ტორპედოს ხო იმუშავე თუ არა? არა. ტორპედოში არასოდეს. ბიჭო, მომისვე, ტორპედოში არ ვიმუშავე არ ხა. არასოდეს, არ ვიმუშავე. ხო, მაგრამ ეწინგა ყველაფერი კაცო მე რა ვიცი ხა. და იმათის ფიგუს ტრანსფერი. სიმღერაში ხარ რა ბოლო დანაც მაგაცი რო იძახიან. იქ რაობაში გადავადოთ გეხვეწები. ქუთაისში? ავტოკარხლის დასახლება ეძახიან ზაოდი. ზაოდი, ბიჭო, რა ლაბა. მე ქუთაისი მაგრამ მიყვარს. აი ამბობდი, მოყოლილი. ქუთაისი არის ყველაზე მაგარი ქალაქი ვაფშე. ბიჭო, გაგანია ევროპა ძმაო. აბა რა. პირდაპირ გეუბნები. ჯერის ხიდი, ჯერის კაფეები, გიჟდები. საქმე რომ ვიფრინა უცხოეთში, ქუთაისიდან ვიღებ ბილეთებს, იმიტომ რომ პირდაპირია, იმიტომ რომ ცოტა იაფიც არის, მაგრამ თავარი რა არის, რომ ერთი დღე ვჩერდები. ყველა ვარიანტი. ევროპაში იქიდან მიდის რეისები, აბა თბილისიდან მიდის. რა ვიცი, დინამოში მუშაობ აკტა და თბილისზე ცოტა რაღაცა. არა, რა შუა. ე რა შუაშია, ბილეთს შენახა ვერ გავიგე. მე გავამძაფრე ახლა არა გეხმები რა საკვირველი. ჩადის ხოლმე. შენზე დავიწყო ეხა? მიდი. სანამ გაფრინდება, გაადებს ბიჭო ვიდეოს გამომიგზავნის. ბადრიჯანი ნეგვზი და იმერულის უკვე. რო ჩამოთვალო ეხა რესტორნები, რავი, რომ არ გამოჩეს, ან რეკლამაში არ ჩამეთვალოს, მაგრამ არა, მაგარი. რავი, დებიძმები, ყველაფერია, ზმაო. ძალიან მაგარი ქალაქია და ისე რა ვიცი, კოლორიტი. მე ტოკი გუნდის ექიმებს ვიცი რამე ურთიერთობა გავთხოვ. როგორ ესენი ბიჭო, სემინარები ესენი. არა, თამაშის წინ ან მერე რაღაცა ურთიერთობა. აბა რა, თამაშის წინ და ან მოგიხო ყველაფერი, თამაშის მერე მილოცავენ მოგებას. პორტუგალიელი. ეგ სადა რომ ეგვიცი შეობშე? რას გილოცავენ? მოგება. ეგ რამდენზე ხდება ეხა? მაგრამ იქნება დინამო ჩვენი გუნდია ყველაფერი. არა, დინამოს სპეციფიკა ხო იცი რა არის ხა. დინამო რაც არ უნდა ის იყოს ადი რო ქვია რა 3 წელიწადში ერთად მანჩესტერივით არის რა ჩემთვის რა მანჩესტერიც იქნება რა ბოლოს ეგრე. საქართველოს რეალ მადრიდია რა. არა, უყურე ერთი რაღაცა ვქვა, ვუდი რა ყოველგვარი იმის გარეშე, გატრაკებების გარეშე რა. მეუბნებიან ნუ ამბობ თუ სიტყვებსო და გატრაკება არ არის ეს ცუდი. არა. აკადემია რო გვაქვს ჩვენ გვაქვს თქო ვიძახი დინამოს აკადემია საქართველოს აქვს აკადემია. ეგეთი არ არსებობს. ძალიან მაგარია და შედეგები სახეზეა დევს. ეხა ჯაბას დაბრუნება ისე გამიხარდა. ჯაბაზე ვკითხოთ ეხლა. ისე გამიხარდა რა ვიცი დავიწყე და თუ გინდა შენ მომასწავლე. შენ სხვანაირად აქვს. ჯაბას დაბრუნება ისე გამიხარდა. ნუ რა თქმა უნდა ვცადე რომ აქ მომიყვანას თუნდაც შენთან ერთად ცალკე სადაც გინდა სახში ვისულიყავი გასახდელში მასაჟის დროს, მაგრამ არ შვება ეს ბიჭი და თავის საქმე თვითონ იცის. ძალიან გამიხარდა მართლა. ასლაპარაკობ აი, მე ვფიქრობ რომ ეტალონი არის პროფესიონალი ტიპის რა. მართლა თუ ვინმე შეიძლება დავასახელოთ აი პროფესიონალიზმის და სპორტსმენობის არტო ფეხბურთი არა საუბარი. ეტალონად პირველი სადაც ყველა გადაცემაში ვიჯახი რომ ხო, ნუ აი პროფესიიდან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ წინს რა გულიწება რომ რავი, უნდა იყოს რა ტიპი აქტიური რა თქვას რაღაცები მოყვეს, რა ვიცი, ეხა ჯაბა ისეთი ტიპია. გაცნობის დღიდან მარტო აი ისეთ კითხვებს გისვამს, რომ აი ხვდები, რომ ო და აქ ჩვენც დაგვისვას. როგორ არის კონდიციაში? მე ხარ ძალიან ეგ ეხა სუ პრინციპში სუ ჯანზია. იმ დღეს ტრენაჟორებში შევიხედე და მთელი ტრენაჟორი ედო და გადაღუნული ქონდა. გადაღუნული, ასლაპარაკი. ვანდამია. ასლაპარაკი. და ეხა ამას პატარა ყველაზე მაგარი რა იცი? აი
რაც არ უნდა ზარმაცი ადამიანი იყო ჯაბას გვერდით გაგიტყდება რა. ასლაპარა ისე აი რომელი ქართველი ფეხბურთელის მონაცემებს გაუოცები ხარ თუ იყო ეგეთი რომ ასაკიდან გამომდინარე ვახშენ აი როგორ ჯაბაზე თქვი ხლა რა ჯაბას თავი და კაშო ეგეთ ხო ფენომენია რა. ლორი არის აი ლორი არის ძალიან პროფესიონალი ლორიას ცხიმს რო უღებ აი ეს რო კალიპერით რო უღებთ ხოლმე ფურცელი არა გეუბნები გამოშალი რა რიპუცებთანაც გეკნებოდა ურთიერთობა მაგას რას უშვების ბობად გაფიქრებ აი წიფს რო ჭამა ევასება მორჩა რა არანოდა აუ ბერო ჩემზე მოვიყვანე ხომად მოყოლილი კარგა არა ანტალიაში ჩამოვიდა შეკრებაზე ერთი ფეხბურთელი რა ქართველი რა დიდი ხანი ვარჯიშებელი რაღაცა და წონაში ჩამოვიდა მაგრამ არის ტყვი ხო არ არის და ესო მე გეტყვი ძალიან მაგარიაო რა ძალიან მაგარიაო და უბრალოდ ფორმაში რომელიც წნები იყო ეგითხარი მაინც რომ მივხვდეთ ამ ნაკრების თუ წინა თაობები არა წინა აი მაშინდელი დაახლოებით მივხვდი მოკლედ ნავა მივხედოთ ახლა ამასო და რაღაც დიეტა და ეს ჩამოუწერე რაღაცეები აკეთე ბიჭო ეხლა ჭამაზე რო უჯდებით მართლა ისე ჭამს რა როგორც მოუწევ რაღაცეები ჩამოუწერე და გავი ერთი კვირა რა ეთქი რა ხდება ძველია ერთხელაც რო ადგა აი ერთხელაც ადგა და გავყევი რა მეთქი და გასასვლელთან იყო აი ფახლავები აი ხო იცი რო ჩაიყარა არ ბიჭო რა ის რო ხო იცი ერთი აი ამოსაღები რო და ესე გაყო და გავიდა დააბნე რატო და მაგას ეგ რა უნდა უშველო მიხარი ეკლევე დააბნელა მაგას რა უნდა უშველო აი თქვი პროსტა რა იმიტომ იყო კეცს თვარო ამოუვიდა მიხვან იმადან ცხიმი არა თან ბიჭო ეგ მე წინით რო ვინმე რო წამოაძახებს გინდა მედია გინდა სხვა მსველი ხადაძემ რო დაიძახა ერთხელ ეგენი წინით მაგრა წინით რა ეს კულტურა რა ზოგადად ჯასაღიყვება რაღაცა მე გამიგია რომ ვაფშე ფეხბურთელს ვიტყვი რა თუ გინდა არ არის პრობლემა ლეგენდები გამიგია მაგალითად ზაზა ჯანაშიაზე 90-იანებში აქ რო კერდა 2000-იანებში რო ჩამოვიდა მე რო აგან რაც გააკეთა მოსკოვიდან რო BMW-ი წამოვიდა და შორის მაგრამ ფიზიკა ქონდა საშინელი მე ვიცი ფეხბურთელები ვისაც ეგრე ან წონის პრობლემა ქონდა და რო აუგრძალეს ვა ვეღა ეს რო ვერაფერს ვერ თამაშა ვერა მე უცხრეს რომ აი ხო და ეგრევე ანუ არის ეგეთი კი არის არა ის არ გაკ იმ მე მგონი იმაზეა 86-ში ვისი არ მახსოვს მარადონაო დილით ადრე მოიყვანეს ასე გადაკიდებულიო და ბელგიის წინ და არა კი ეგ უყურე მე ჩემით რასაც მოვესარი მანჩესტერში რესტორანში ახიზანო დამპატიჟა და ვიდიჩი რუნი ეგენი შემოვიდნენ და გეფიცები მე რაც ნახეზმაო ლიტრიანებით ლუდი ოღონდ თამაშს მერე იყო რა მაგრამ რა ამიშობა და ჭამას მაშინ არაფერი და მან როგორ არის ხო იცი შენ წადი თუ გინდა თავი მოიყარეთ მოედნაზე გადი საქმე გააკეთე კი გარეთ არავინ არ დაზეს ეს კომუნისტების დროი კი არ არის ხო ეთქვა ნიუკასლში რამდენ სვავდნენო შირერი და ისინიო ანუ ესე იგი რაღაცები არასწორად ვიცოდით აი იმის არ იყოს რა ჭედლომ რო თქვა რომ აქო ადრეო ბავშვობაში წყალი არ დალიო არ შეიძლება და რო ჩავედიო და რა წყალზე არასწორად ვიცოდით თქმა უნდა წყალის დალევა როგორ არ შეიძლება პირიქით რაც შეიძლება მიტი უნდა დალიო ხო და აქ ეხა ის რა ქვია პირში გამოივლე ადრე იყო რა მაგრამ რაც დრო გადის და ეს ახალი თაობა მაგ კუთხით პრობლემა აღარ არის რა. ხო. აი თავამაც შემილია თქვა რომ ეს სხვაგან არიან კაცო. ამ თაობაში გინ საკლუბო დონეზე, გინ სანაკრებო დონეზე ხო საფაზარი რა. ბოდიში რეზო ჩერებაზე მიეკავს რა. მამი გეტყვის ახლა. გაუმარჯოს დიმა გილოცავ. გაუმარჯოს გილოცავ. დიმა ხვალე მე საღამოს მოვდივარ თბილისში ვარ. ხო. ხო და ხუთშაბათს რომელი საათი? ხუთშაბათს რომელ საათზე შეძლებთ? რეზო ჩერებაზე, ხო? იმიტომ დილით მაქვს იგი საათის 12-მდე აი მაშინ მადლობა ყურადღებისთვის და ხვალ დაგირეკავ და გეტყვი ზუსტად რეზო დროს. ხო, იმიტომ 12-ის მერე რომ მეიფიქრო რა. კი, თუ იქნება 12-ის მერე იქნება პირველზე თქვა. ხო, პირველისკენ შეიძლება, თუ გინდა პირველსაცე უკვე სიკლოდ იქნება. გენაცვალე რეზო ეხა სტუმრად ისივ იმყავს. მე მჭირდება იგი იმღა შალვა. კი, რეზო სტუმრად ისივ იმყავს ეხა ჩაწერა გვაქვს. ხო. დათო ხარაბაძე დინამოს ექიმი. რამეს ხო არ გადასცემ. აკოცე თქვა უთხარი და გილოცავს, მაგრამ მიყვარს ოქრომი. მაგრამ ამასაც მაგრამ უყარა გაუხარდა. კაი რეზო გაგირეკავ დიდი მადლობა. მე რო გამიხარდა. შეკითხვა. დიმა. ალო. ხო.
რაღაც გადაცემაზე ჩემზე და ჩემ შვილიშვილზე რომ ლაპარაკობ, ვერ მოვყარი ბოლოში ხური. ვისი ვინ გადავაგდერ თქო. შენ გვინდა მოყვანა იმისი, რა ქვია, ბავშვის. სტუმრად, ბავშვი რაღაცა ბავშვია, ეხლა გვე. იმდენ 15 წლისა უკვე. ხო, გაგრას. ლეგენდარული ვიდეო რო იყო. როჩ. ამე ვიყვანო. აი, არ ვიცი, რა ვიცი. დაგირეკავთ რეზო, კაი, გეყოცნი, მადლობა. კაი, რომ დამირეკე. აბა დროებით. იქ ვიყავი რომ ამ თაობას მაგის პრობლემა არ აქვს. ხო, არა, ხო. მართლა სხვაგან არიან, არა, არა, ვრიტანურად, აბსოლუტურად რა. ეხა ევროპაზე რომ აი უყურე, ბიჭო, მაგ ევროპაზე კი ბევრი რაღაცები ხო მოხდა რა, ეხა საერთოდ შენიქ რო იჯექინ პენალზე იქ რაღაცები ეგენო. მაგას დაბარგე არ ბეზდება რა. მაგრამ აი ახალი ტიპები რო გაიჩნდნენ, უცებ აი გველსიანი რო შემოვიდა ნაკრებში. აი მაგის კონდიციებია რაღაცა ფიზიკური რა, ეგეც რაღაცა თითქოს ეტალონი ტიპია რა, ეგეც ამასაკში, ეგეთ ხოძე, რავი, ეხა დედაზე, ეხა აი ტელეფონი გადმოუტრიალო ეხლა რომ გავხსნა, აი ყველას მოწერილები რა არის, აი რაღაცა ვიტამინს გადმომიგდებენ. და აბა შეგვიმოწმე რა ეს გვინდა ეძებენ თვითონ ესე ყველაფერი და ჩართული არის. და ეგ არის რა მას სწორგზაზე ვართ რა. იმიტომ რომ მიდიხარ ეხა იმ ინგლისის კლუბში რომ მიდიხარ, იმაში მიდიხარ, იმაში რომ ხედავ იქ რაღაცები შენ. ბიჭო, აი ჩაყვეს და ეხა ინგლისის კლუბი რო თქვია, ჩაყვეს რა დაემართა, ბიჭო, ჩაყვე რას. როგორ შეიცვალა ტიპი? აი ჩაყვეზე მე დამთავრებინე ესე დაიწყე ხა შეცი. ვიცი რა? კონდი უყურე ეგ რო დაბრუნდა. ჯერ მაგან დაიწყო მერე გააგრძელა თქვა რა, ეხა ამ ორს გამოვარჩევ რა, იმ ერთა ლიგედან და მაგებისგან დაიწყო, ხო შემოbrunება. მერე ტიპი როგორ მე მაგალითად ერთ პერიოდში მეუბნეოდი რომ მეთქი მაგას ალბათ ისეთი რამე ჭირს. ხო იყო ბელგიაში პრობლემები, ეხა შენ ჩემზე უკეთიცი რა. და ნებსები და რავი გამოწურეს ტიპი, ვაფშე აი გამოწურეს ლიმონივით ბოლომდე. მაგის დაბრუნება არის, მე არ ვიცი. ეხა ეგ თუ კიდე პრემიერ ლიგაში მოხდა და მე მგონია რომ მოხდება. ეგ ხო ხდები ეხა სადავართ ბიჭო, იქ მამარდა ლივერპულში. ჩაყვე, აგერ სადაც არის და პრემიერ ლიგაში შეიძლება მოხდეს. ხვიჩაზე PSG-ს ვიწუნებთ ამბავი და არ ხდები ეხა ზურიკო მეგერ დონარუმა და იქეთ რატო გაიწია, არ ვიცი აქ და ურთია. რა და მიქაუტა ეს დონარუმა მე მგონი დაგვბრიდავს ბიჭო. სალია ნიუკასლი. სალია ნიუკასლი ხო და იყო თან ჩასული ბიჭი ყובה ეგერ გუშინ წავიკითხე. ბუნდესლიგა. ბუდუ ეგერ ბუნდესლიგაში და უნდა შეეგდო რა. ეს ზურიკოს ისე რა პასი არ მიცა ის ვინ იყო ის მაი. მაგრამ არც მინდა რა რო ის ქნა რა ქვია. ჩაკვეს კონდიცია რა, ხო არის ხო ინგლისიო და ისო. აი ჯანები რა ტიპი ისე მოიმატა, ისე შეიცვალა. და მადლობა ვაის. მეტაურად კი ძალიან ძლიერი ეგ ისედაც იყო რა ხან დაბრუნდა, იმიტომ რომ ზოგი იტყოდა რომ რა ჭირდა მაგას ვაფშე ბელგიის ხო შენ ხო იცი ეგენი რა. არა, რაღაცა ისეთი ტრავმა იყო, რომ თითქოს არაფერი არ ჩანდა, მაგრამ ტრავმა იყო რა. ნუ მან იყო წინაჯვარედინიოგის დაზიანება. ხო. და თავიდანვე საოპერაციო იყო. და არ გაუკეთეს. რა ვიცი, ისინი გაჯიუტდნენ, რატო გაჯიუტდნენ? მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსული იყო და ჩვენ მაინც გადავამოწვეთ. აქ და ნუ ნახეთ რომ ახლა დაზიანებულია და საოპერაციო აი მერაბ ვარძუკაშვილმა ხო ექიმა და რა კომუნიკაციაც ჰქონდა იმ ბელგია გაჯიუტდნენ რა ბიჭო ხო და აი თვითონ სპეციალურად აგეთ მოკლედ ჩვენო აქ რამოდენიმე ძალიან ევროპაში ცნობილ სპეციალისტს ვაჩვენეთ ესო და გვითხრესო რომ არ არის საოპერაციო და დაიწყეს კონსერვატული გზით წასვლა. ნუ ეხლა შეიძლება კონსერვატული გზით წასვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში როცა აშკარად საოპერაციო იყო რა. კონსერვატული გზით რომ მიდიხარ, ბოლომდე უნდა გაიყვანო. ადრე არ უნდა თამაშო მაშინ კაცო. ხო, მაგრამ იქ არ მოცემდა შედეგს ეს კონსერვატული გზა, არ არსებობდა. უნდა დაჩარევა. ანუ როგორი კლუბი, როგორი ატამიც იყო, მე სამჯერ მაქვს მაგათი თამაში წაყვანილი ტიპს მართლა პასს არ აძლევდნენ. ეს ის კი არ არის. ქართველი ხარ და ქართველს ბოლოდ მაინც მივიდა ოპერაცია. მე ოპერაციის მერე რეაბილიტაცია და კიდე დაიწყო და მე მაგ ოპერაციის მერე რეაბილიტაცია თუ სულ ფასოვნად არ არის გავლილი და რაღაცა მერე იწყება კუნთების პრობლემები. აქაც რაღაცა დააჩქარეს. მერე კუნთების პრობლემები დაიწყო და მოკლედ ყველაზე კაი იყო ეგ რომ აქედან წავიდა იმ ბედნიერი მოიხოდა და მოიხოდა. და ვაის მადლობა სულ. არა, ვაისი მართლა გეუბნები აქ. აი ერთი ვაისის დავდოთ რა. იმიტომ რომ მართლა მაგარი ჯიგარი ტიპია. რა ვაისი აი ხსუ ამბობ ხოლმე და არ მობეზდება ყველა გადაცემაში ვიტყვი. რომ რეკავდა რომ ხო არ დავასვენო კანკავა, ხო არ დავასვენო კაშია. აი ანუ სასწაულია. მაგას ვინ გაგიკეთებს ბიჭო, პროფესიონალი მსვლელი ხარ, რას ლაპარაკობ? ადოქტორსში და ის ვლადიმერი არის და ეხლაც ვლადიმერი ისეთი მაგარი კაცია, ეხლაც კი ურთიერთობები გვაქვს და ხო, ჯიგრულად. და შეიძლება აქედან კიდე ვიღაცები ხო ძალიან კარგი საპილოტო ის გამოვიდა და სატრამპლინო მაგას საქმე გააკეთა. შენ რამდენი წელი გახდი? 2-4.
ვა 54. ლოპა ჩემზე პატარა მგონია თო. ვა იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცს პრეპარატები იცის ამა და ნუ გაუშვეს გამოშე. ნიკურს ელექსირები. ნიკურს მე არ დამაკრინე ეგრევე რა მსხალს ოძახის. რა? მსხალი ხარო. ხალი რა ბეჭი არა გახშე ჩემ. ამა ბეჭებს იმ მაკრატის ვიწრი კისრიდან. რა გიქა? შენ შეზლონგები და გადაწეული გაქვს რაღაცა კოტიტა და იმა რაღაცა შტანგა განტელი შენ რა გიწევია. ერთადერთი იცი რო გიქფეხს რო იქნებენ წვეები და ისინებს აკეთებ აზიდე. აუ ეგ უნდა გავაცოცხლო. მე რა მეკარეცვა. ამის აზიდვე პირველად ნანახი გაქვს ამის აზიდვები? აზიდვები? აზიდვე რო იწევა. ეგეთი ტექნიკა სუფთა. აი, თან ესე იდა. ხაიცა და ამის მარცხი ჩემთან არ დაგვაგვისეს. ამის მარცხი თუ გაქვს ჩემთან ნანახი მაგიდის ტენისში ტენისში. გადავიდა მე ნახე? კი, აბა როგორ ჰაუნდა ეგრევე ხუინაზეა რა მაგიდის ტენისში. მაგიდის ტენისში რაც უქერი, რაც ჩაიდინა. აი გაფიცებ, ყველაფერი უცებ კითხავ და აი ეხლა ჩელემ დარეკა. აი სულოქორიძე რა ნომერი იყო? რა, 6. აუ. ჯერე თუ იტალი და რასელი იყო 6 და 6 და ხეზე შექსვი ჩემონოდარ, ხეზე. და რო არ მოგეთქვა, არანოგიური პასუხი იქნებოდა. ამაცოა ეგრევე. და 6 როგორ ბიჭო, იტალი და რასელი იყო 6. ვიცი ვიტალი რო იყო და გუცხაი ვიცხრა. ეხლა ეხლა მაინტერესებს აი თვითონ პროცესში აი ძალიან რთული რაღაცა თემები აი რაღაცე მოგიყევი რა ტრავმა ისეთი რომელიც თქვა არ გამოდიოდა მაგრამ შენ მაინც მოახერხე და თქვენ შენ ჭერლოსთანაც გეხზე დააყენეთ ტიპი სულ ტრავმაზე გაბახე ჭერლოს რატო ქონდა სულ ტრავმები წინა გადაცემაში გქონდა არა ეგ ქრონიკულ არა ეგ რაღაცა ბიჭო რო შეხედა გლადიატორია თო ტიპი იცი მიდრეკილება მაგაზი არ არის რა არ მიდრეკილება მე მინახავს ფეხბურთელები არა ვიცი ფეხბურთელები რომლებიც ესე იგი არც ფიზიკური კონდიციებით გამოირჩეოდნენ, არც რაღაცა და რატოს ტრავმა არ მიუღია? ტრავმა არ მახსოვს აი. აი გიორგი კინგლაძე. ტიპს დანა დაკარებ თელი ცხოვრება ბიჭო. ანუ ბუნებრივი ამ ეგეთი რამე, აი უნიკალური ტიპი. მინახავს ძალიან პროფესიონალებს, რომელიც აი ზედმეტად პროფესიონალები უკვე რაღაც ფანატებში რო გადადის, ხო, აი ვარჯიშის პაუზის დროს გამოვიდა და რაღაც 100 გრამს რაღაცას რომ მიიღო და ეგეთები, ხო, არის კი, როგორ რომელსაც სულ ტრავმები ქონდა და ეხლა ასევე ვერიტყვი რა და არა ინდივიდუალურია ყველაფერი არსებობს მიდრეკილი ტრავმისადმი ფეხბურთელი აი ეს თო ანუ ბიჭია ტყუილი რაღაცა ხო რას თქვი შტავ მიდრეკილი ბაზარია არასწორად გაიზარდა რაღაცა თავიდან ხო არასწორად რაღაცა და ყველანაირად ბოდიში რა აქ წვრილმანი არ არსებობს რა პატარ-პატარა და თაობები წინა თაობები და ეს თაობა მე კიდე ერთ რამეს ვიტყვი რა ჩემ დაკვირვებას და შეიძლება სისულელს ვავო და მითხარი ბავშვობაში როგორც იკვებები იმის მიხედვით მე ვითარდება შენი ორგანიზმი ძვლები და ყველაფერი. ეხლა 90-იანამდე მანამდე პერიოდში ფეხბურთელები. ეხლა ჩვენ ლოკომოტივში რო ვიყავით მაგ პერიოდში მე ფეხბურთელები ვიცი რომ გარეუბნები და ფეხით მოდიოდნენ ბიჭო. კი, კაცო. ხო გახსოვს ეგ გვარებს და მე არ ვასახელებ რა. და თან მენტალურადაც ეხლა ისეთი ის იყო მაგ დროს ძველი იყო რა. ის ხელფასი არაფერი არ იყო ობიექტურად და გზა ფეხი წარმოიდგინე ბიჭო სადღაც ეხლა რავი რომელი აი ძალიან დიდი ხანი და იქ ვერე, ნუ ამ ეს ახვედრებდა რაც შეეძლო რა, ვიტამინი იყო, საწმე რაც იყო და უკანაც მიდიოდა ბიჭი ადამიანები ფეხით, ბიჭო. და ერთ კიდე ბორდიუსში მოყვა და ამოწვა ქაჩა და კოჩი მოწვა გეხსომება ეგეც აწვა გვარებს არ ვიძახი. ძალიან რთულია რა. ეხანდელი ეხა არის კოსმოსი, ას ლაპარაკო. ეხა ყვები მე გეზეკერხეში რო ვიყავი, აი მაგას ყვებოდი ხოლმე ბიჭო შოქში ჩავარდი. ჯერ ბალახს ხო ხელს ვადებდი რომ ეგ ნამდვილია თუ არ თქვი. თელი უშუალებელი კომკობი ვერ ნახე მაშინ ვიღაცას უთხრა და იმას შემიყვანა რა. არა, ვიღაცას შემიყვანა და ეს 7 წლიდან ბავშვი ყველა ერთნაირი ბიჭო ჩაცმულდახრული და ყველა ფორმებს ტოვებს იქ კომპიუტერში შეყავთ თურმე რომ მოყავთ ბავშვი მეუნაცემი წივი შენ თუ არ შეგიძლია ნუღასოდ ეკავა მომესი არა ბიჭო მოწნიერების დონეზე და ეხლა სულ სხვაგან არის და მაგიტომაც არის შედეგი. ეხლა დღევანდელი ფეხბურთი რა არის, ხო? ხვიჩასნაირი ფეხბურთელები, ხვიჩაზე მინდა მე შენ საგელაპარაკო რა. იმიტომ რომ ვიცი შენი დამოკიდება ყველას. ხვიჩასნაირი ფეხბურთელები დღეს ხო დიდე ჩამოსათველია. სერია კარგავს ეხლა ძალიან მაგარ ფეხბურთელს რა. და არის ფანტაზისტა და მოტყუებელი და გაიქცა და ამ კონტევა ხა მარცხენა ცოტათი გასაგებია გუნდის ინტერესები და მაგრამ ეს ფსიქოლოგი გადაირია. თან ფულს არ უხდიან მე-18-ია თუ მე-19 გუნდში და არა საერთოდ საზაკვედრო არაფერი არის რომ შესულიყო და ეთქვა რომ წასვლა მინდაო მე ვერ ხედავ პრობლემას რა. არაფერი მოუგია და მოვიდა ხუჭა და მოიგეს. 2 წელი ტიპმა ათამაშა ყველაზე დაბალ ხელფასზე და იმითი უნდა ეხლა რომ 5 მილიონი გაუხადოს. გაიგე ხა ის მას სალკე თემა არის და ცუდად არ წამოვა იქედან ეხლა მაინც ეყარება და ეხსომებათ იმიტომ რომ ისტორიაა რა დაწერილია და იმიტომ აქვს ეგ ემოცია თორე თორე ისე ფეხბურთი დღეს ხო არის ჯანი
კი. ჯანი, თუ ჯანი გაქვს, შეიძლება არ კონდეს დიდი სკილები, მაგრამ კაი ტოპ გუნდში თანამედროვე მოხდება. ფეხბურთმა რა ხო ის ინდივიდუალობა ცოტა ჩაიკარგა ტაქტიკურ თემებში და რაღაცებში, მაგრამ ჩაიკარგა. ცოტა მათემატიკური გახდა ყველაფერი. კი. მაგიტო არიან რომ აი ეხა ბევრი იძახის რომ აი ფეხბურთი გაფუჭდა და იმიტომ რომ ის ზიკოები და ისენია ის. ნო, რა ეს გაზრდა ვიჩა მე გააკეთა ზუსტად რომ აი ეს გაგუჟდნენ. იმიტომ ეს ბავშვები ხა მართლა ტერიანის ბავშვები ბიჭო გიждდებიან რა მომწვეველი ტიპი საბარაკო. წავიდა. მომწვეველი ტიპი წავიდა. და აქეთ ერთი იყო ლეაო და არის და აქეთ ეს და ამ ორზე და სანთლი და მართლა მარცალ წურავს ის ხო ხვდები რა ეხა ღმერთმა ქნას რომ გახდეს ნაპოლი კაცო ხმას არ ვიღებ ეხლა მე გავწურავ ლავაცას, იმიტომ რომ ეს არის შედევრი. ლევეც გამკაიო. ერთი ჭიქა არ გაუყავით ჭიქა, სპეციალურად არ მივეცი ერთი ჭიქა. ეხლა რა მითხარი? აი ისტორიული ტრანსფერის მერე, როდესაც ავტოკარხანაში დაბადებული კაცი ჩამოვიდა დედაქალაქში და კლუბში მოაწერა ხელი ყველაზე დიდი ავტოკარხანაში დაბადებული კაცი. ავტოკარხანა უბანია, უბანი. ცეხში. სხვათა შორის მე-4 ცეხი იყო ეგ. აი ვინტერს რო უჭერდე, ყველას ერთხელ მეშვიდე წირთოებს. იცის. ბახშოს მომჩენ მუშაობდა RMC ერქვა ცეხი. RMC. რემონტნა რაღაცა მე ჩემი ბიძაშვილები მაგუბაში ცხოვრობენ ეხა იცი რა გამახსენდა ჩემ ერთმა ჟურნალისტმა ადრე გვარსახებს არ დავასახელებ. ახალგაზრდა ცხენებში გაიმარჯვა მარგიანმაო. დედასა. მხედარი იყო მარგიანი და მე-4 დავიღუპეთ ჩემი. ანუ ვერ ჩამოყალიბა რა. ხო. სენიორ, ის ეხა ის შენი ცნობილი შეძახილების ამბები დინამოს ეგ გასაგებია, მაგრამ ნახე მართლა გუწფელად მაინტერესებს რა მე მაგიტო მევასება ტორპედო დინამოს ურთიერთობა ეგ ორი კუნძულია სადაც კარგია რომ ჩამენ ერთმანეთს ეგ რო არ იყოს ბიჭო ჩამე რა გვინდა უფრო მეტი გვინდა თუმც კი არ გულისხმობ აი როთა ბრუნდით ხო აქედან დინამო და მოაწერე ხელი დაიწყო ოფიციალურად მუშაობა და ციკ წახვედი ერთ დღესაც ჩახვედი ოჯახში ქუთაისში როგორ დახვდა საზოგადოება რა ვიცი კარგი იყო ხუმრობები თუ არა როგორ არის აი ცოცხლე ევროპის მეტი რა სტადიონამდეც იქნებოდა ხვალ შენ და რაღაცეები როგორ არის ხონდა მე რა ვიცი ზმაო სიმღერებს გიმღერია და სტადიონზე ხო რაღაც მოყვები ერთი მაგარი მოგონება მაქვს ისტორია ადრე ბავშვობაში ტორპედოს სტადიონზე იყო ერთ დიდი მილი ხო ესეთი რა და იქედან შეგეძლო თამაში შემძრვალი ხო და ეგ გაბაზრდა რა ქუთაისში რომ ამ მილიდანო კაროჩე ვაზრებოდი ხა რამდენი შეძრება ხო და წარმოვიდინე და აი უბნის ბავშვები წავედი ბიჭო ხო და კაროჩე ერთი შეძრვა ორი შეძრვა სამი შეძრვა უკან არ გამოდის არა არა კაც შედიან და ბიჭო და შევდივარ მეც რა შევედი და ჩაი სტადიონ გავყავი თავი და ბოძი და რაღაცა ლანდიჩას რა და ავხედე, კაროჩი და პოლიციელი დგას ეს. მათ დგას და კაროჩი რა დილა შედიო? რამ ტრიბუნად არ მაგ თავარი მსვენის ტრაქვეშ. აი ხო შენ გადი აქედან. და ბიჭო, და ეთყობა ისეთი თვალებით შევხედი ესე ხო ხედე და ჯიგარა ნახე რა გააკეთა ბიჭო. გამოვედი ბიჭო, გამოვედი აი ბოლომდე გამოვედი და გავიხსენე ეგ გაზვერი ხა უკან გაზვერი ჯიგრები მე რა ქნეს ხო იცი იმ მილ შიგნიდან ამოუსვეს ის მალად რაღაცა ხო ეგარ გამძრა სენიორ ეგეთი მქონდა დინამოზე დამუღამებული აი აღიჭრო ეყარა ხოლმე ხო საჭო ეს სწორედ მახსოვს ქუთაის სტადიონზე იყო ხო ხო ესე და იქით გადაწეული გადამძრალი იყო არის ხო იქით გადამძრალი ესე ხო ესე უნდა იყოს რომ ვერ გადაძრე იქ იყო ესე ნახი და არის ესე და მაყურებელში გადადის პირიქით აქ არის პირიქით ფეხბურთელი ვერ გადმოუხდეს ხო და ის ამბავის ნამდვილია თუ არა არ ვიცი მე მითად ვიცი ბაგავოი და და მეორება მე სასწაულია რა გავიგე ის რა ქვია ჟერარ სარაგოსა რო იყო ხო იცი სტადიონზე ვარ ქუთაისში ესპანელი ხო ესპანელი და იტალიელი რო ყოფილიყო გესოდინებოდა ეგ ეს ისედაც ჯანი კარდევალი მიიღე პასუხი იტალიელი ეგ თამაშობი და ესპანელი იყო არა იტალიელი ხო და ეკოზი ამოიღე თვალის ეგრე ჟერარ სარაგოსა ჟერარ სენიორ ხერი თუ წრავალ ვაფშე ჟერარ სარაგოსა მულეტი ხო იყო და ეს იყო ბარსელონადან ეს და ქუთაისში ვარ და ვიღაცამ დაუძახა ჟერარ სარაგოსაშიც და ბარსელონაშიცო მოგიწევ აი ხო ეგ ნაღდია ბიჭო გვარზე იცი როგორც აი სად არ უნდა გაგიმართოს მაგვარის კაცი რო ხარ და აი მან არ უნდა ყოფილიყო მაშინ იყო ლოკომოტივის მწვრთნელი და გასულა ტორპედოში ხო იმუშავა არა ქუთაისი მაგრამ მიყვარს მართლა ის მოყოლილი ხომ აქვს რაღაც იმაში
გააჩერე თამაშიო თავარ მხაჯომ გააჩერე თამაშიო ბაკავი მეუნებაო რატო და ძაღლი მესროლეს ძაღლი ხა ლასარი მითხრა ლასარე კუპატაძე მითხრა სამზე გამახსოვდა ძაღლი როგორ გორშიო სენიორ გამოდივარ გვირაბიდან და ლაზარე მითხრა გორის დილასთან გასვლას თამაში მოხდა იქ გვირაბი რომ იქ ჩამოვარდა ძაღლიო ეუბნებით ძაღლი მოხდა ეგეთი რამე არ მინახავს ეგ ესე ბაკავების ამბები იცი კიდე ერთი პერიოდი როგორ ვარჩევდი იცი აი ცოტა განსაკუთრ აი რომელ რეგიონში ვიყავი აი უცებ რო დამეწყო და მივხვდებოდი რით ხო ცოტა შეძლებულ რეგიონში თუ არ ლარიანები გვხვდებოდა ოღონდ გამიგე ბიჭო ბაკავების ერთ ისტორიას მოგიყვებით აქაც არ დავასახელებ გვარს წველის ბაშთა ლიგა თამაშობს ბაშთა ლიგა და ეს წელი მე დავდიოდი ფეხბურთს თამაშობდი ხოლმე რა და მოვიდა ერთხელ აქ თავზე გადახვეული აქვს სისხლები რამე და რა ხდება ეს არ ყובה რა თვითონ მიხდება ხა უყურებს ალბათ შეგადაცემას და იმდენი აგინაო ამ ბაკავოისო ეს გადაატრიალა დროშა და მოტრიალდა და მელოტი იყო მეც გაფინდა თავში მასი გაუკეთა ბაკავოის ავჭალაში თამაში მქონდაო და სათადარიგოთა სკამიო ბიჭო ქვემოთ იყო ჩაცულიო და ფეხებსო ვერ ვაწყობდი და ამეკეთები და სამსევიჯექიო და გავერთობიო რა ეს ბაკავი ხო დარბის და აუტისხასთან გაშალა ფეხები და ეს ხო ვერ იყურება ისე და ამა დისკვალიფიკაცია მიწეს მასზე დაუდო რა გაუ მასზე კიდე ბოლნიში მაშინ იყავი შენ იქ რო ჩავდი ბოლნიში ჩავსვლა ხო იცი რაც იყო ეხლა რა და ჩავედი ბოლნიში და სახვადზე თამაშობს ბოლნიში რა და ჩვენ უკვე ის გუნდი ყავს რა რატი და ტრესამი ნო ვიგებ და იქ ზივარ და ჭოტოლა იყო რა ჭოტოლა იყო რა ჭოტოლა ზის წოდა დებოდა ცალკე რა და შემოვიდნენ ვიღაცა ნასვამი ბოლნისელები და ეს დამრო დავინახე ესენი მივხვდი რომ დაიძაბა სიტუაციაო და რა შევით ძმაო რა და გვიგებენ ტრინორ სამათი დედა მოწანო და მე იყო მთელი ამბავი კაროჩე და სახვადზე თამაშობს 13-ს ხოლმე და გულშემატკივარი ბოლნისელი სახვადესები ატიშენი თავის ფეხბურთელს აგინებს და ცკიტას ხო იცი რა ენა მოგიდა ესე სახვადეს ხელი და კარგი ბიჭო თავის გაჭირვება ეყოფა ტრინორს აგებსო და ეს უგაგიჟდა მერე ვაში იცი რა ეგ რაღაცები იმაშოვა არა ასწორებს და საფეხბურთო თემებია და ის რო გამოვარდა ხალხი ბოდიში ნოდარ დინამოზე ყვარარო თამაშობდა ხალხი რო გადმოვიდა და ვაიმე დისკვალიფიკაცია იყოს მეთქი მან ცოტა შემეშინდა არა ბიჭო იყო საშიშია ეხა ეგა თან არ იყო ეხა საკმარისი პოლიცია და ისა ხოდები აჩვენა ეგეთები რა და ეგ იყოს მეთქი ოღო ნუ ეხა ეგეთი ერთხელ არ ხე ტორპედოს კი ჩისკოს რო დააწყეს ხო არ დაუტყია არა არ დაუტყია ტყილი ეგ ჩემ წინ მოხდა არ დაუტყია რა მოუქნია მაგრამ ჩისკოს ხო და აიცი ხო და იქ ამახსოვს იცი ჩვენ თავი ორ თვალს ვიგებ და ვიდეო და უცე აქ ეს ყველა გავიხედე და ეს დიდი ალაყაფის კარები იყო და იღება და ბევრი ხალხი შემოდის და ჯერ აქნეს ისე ხო შემოვიდნენ და წყნარად და გამწკრივდნენ მე ერთი გამოეყო დაიძრა ლიდერი შენ მოგიწია მან კაი ბიჭო ეს შინაურები ხო არა იცი რა ეხა ეგ ისე თემა არ არის თლად შენ წამოსაკრავი ამბავი რა და არა იცი რა ეგეთი დერბები უნდა იყოს სავსე რა სტადიონები რა იქაც აქაც რა და ეხა ბრავო რა კაი იყო ის ეხა დერბზე გამახსენდა ტორპედო სტადიონზე გენაცვალეთ ჯუნგლებო ის რო აანდეს ბიჭო რა ეგ დრო და თები რა ხო სალამას და ეხლა რა მითხარ იცი რაც მე მინახავს კიდე რაც გამიგია უცხოელი რო ჩამოდის ეგრევე ხო ის ქართული ცუციტყვებს ასწავლიანო რა ცოცხლე დინამოშთან რამდენი უცხოელი მწვრთნელი ყოფილა და სანიოლმა ისწავლა რამე სანიოლს ვიგაუბედავდა ბიჭო ცუციტყვების სწავლებას ის კი არ არის შეჩემას დონის რამე არა სანიოლი ძალიან ისეთი არისტოკრატი არა თვითონ მე შემიძლია დემეტრაძე და ჟირესი გავიხსენო დემეტრაძე და ჟირესი აუ ერთი რა ხსოვს იცი ადრე ერთი უცხოელი ფეხბურთელი ყავდა და ის თამაში რო იყო გახსოვს ზონაშიოც რაღაცა და რო შემოდიოდი და რატო ხარ ძმაო ხო რაღაცა იგი თამაში იყო და ადრე და წარმოგიდგენთ ფეხბურთელები თამაშობენ თუ რაღაცა იყო და ერთი ყავდა უცხოელი ხო ის უცხოელიც იქ ზის რა პროსტა ვერ გებულობს ასამაშო ზის ეხა წარმოგიდგენთ და ეს შემოვიდა და გაუმარჯოს რაღაცა აქეთ-იქეთ და ბიჭო მიადგა ამას ამ უცხოელს და თან შეკრება ხვალ თამაში გვაქვს და
რატო ხარო აქო? ეუბნება და ქართული ამან იტყვა და tomorrow game შეჩება რა. არა, მაგას ასწავლდი, მაგრამ სანდიოზე ხა როგორ უნდა იყიდო, არა, იკითხე შიდა სასტავ, მაგრამ აუ, ტოპიოლერს მეფეა თუ რა მოხდა? ტოპიოლერი? ტოპიოლერს ეწოდინებოდა. გაჩერდი დემეტრადი პირველ გადაცემაში რომ მოყვა. აკუებდაო, ბიჭო. ტოპიოლერის თითქოს აკუებდა. ოჩო? ოი, წაიცა ბავშვი. არაფერი, გადაყარა, სათამაშოები გიყარ მოყვა. ტოპიოლერის ძმა თითქოს გაჩერ, ბიჭო, გაჩერ. იცი, ეს ხელ მოვყევით უკვე და ვიდეო დევს. დემემ რო კითხა, როგორ ხმა გავაკეთო? აი დაბოყინება. კი, ბიჭო, ჩაულებრია, სუფრაზეც იმაშებია. იქ ახლა გერმანიაში ნახე ალბათ ეგეთები კიდე ხო ევროპაზე რო იყავი თუ რა. იცი რა? იმაზე რა. ეგაა თქვენი ევროპა. აი მინდა შიდა სამზარეულოზე ბევრ რაღაცები, აი რაღაცები ყველა საინტერესებს რა მართლა რა. ყველა გემორჩილება? კი, აბა. არა, შანსია. აი ანუ ისევ იქ მივდივარ, აი. პროფესიონალიზმის ნაკრები თუ დინამო? ო, ნაკრები დიდი. ეხა იმას თუ გულისხმობს რომ შეკითხვა დაგისვას, ეხა და რაღაცაზე პირიქით. მაშინის როგორ? ეგ აი. არა, იყო რა ტენდენციები, მე მახსოვს რომ თვითონ იწებდნენ რაღაც წამლებს და სვავდნენ ტიპები რა. ხო ეგრეა რა. ხო ეგრეა. ეხლა ამის მერე დოპინგი ისია გააქტიურებული და იმხელა იმეს აძლევენ რა. ისე მაგაზე რა შვები როგორ მისდევ მაგას? იმიტომ რომ შენზე ძალიან ბევრი რამეა. როგორ მისდევ? შენ რამე ისე წამერ დაალევინო რომ დაღუპო ტიპი რა. რა. აი სუ ახლდება ხო ეს ადასისია. ხო იცი როგორ. ყოველ წელს ხო ეს პროჰიბიტ ლისტი ახლდება, ზოგი ამოდის ახალი ემატება, ზოგი ამოდის ახალი ემატება და ამას იგნორირებას რო უკეთებდნენ იმ შარაპოვრო იყო, მაგიტო ჩავარდა. ის მელდონი, ის კამალი რა. ჩვენთან რა ამბავია, გაჩერდითო. მელდონი რაც არის წელს იყო დაშვებული, მეორე წელს არ იყო და იმას თუ არ მიაქცია ყურადღება გაგეპარება. ხოთაშორის ფეხბურთში ჩვენთან მაგკუთხით რაღაცა ხმაურიანის თემა მე არ მახსოვს. ეხლა წიუდო, რაგბი, იმებში სულ არის. კი, მართალია, ფეხბურთში არა, დაგვიფაროს გასაგები, მაგრამ მუშაობა უნდა მაგას, ეხლა და შეგნებაც ალბათ ხო. ეს. ან რაზია კიდე იცი ნახე. ისე რაღაცაირად აგაკით ნახე უყურე. შენ ხო ხარ ფეხბურთელი და მითხარი აი ეს და მე მოგეცი ეს წამა. მე მოგეცი ექიმა მოგეცი. ხო. დალიე. ამოგივარდა. შენ ახლა დამნაშავე. ხო. რა ხო, მაგრამ ჩივადე. ანუ იმათი გეუბნები რა. რატო? ანუ მან ყოველ წელიწადს სტარდება, ჩვენთანაც სტარდება სხვათა შორის, რომ ფეხბურთის ფედერაცია ატარებს ტრეინინგებს და მოდიანენ ანტიდოპინგის წევრები. ანუ იმდენად უნდა იცოდე შენ რაღაცეები, რომ შენ თვითონ არ უნდა და უყურე, აი ჩივადესთან რამდენჯერ ვისაუბრია და იმ ვაქთაობასთან და ყველა ამბობდა, რომ ჩვენ რომ მივდიოდით შეკრებაზე, თევზ ზეიდო 3 აბი. ხო. არც გეკითხებოდა ვინმე დალევ, არ დალევ. იმას სამსაც ჩავარყავდით და სავდი ჩაულებრივი, ანუ იყო ეგრე მოყვა, რავი, არ გამიბრადნენ გოგა მახსოვს. ეხა რომ მე ეხა თეფსზე დადებული დავახვედრო, აი ხო ზის 4 კაცი, მაგრამ 4-ვე მეტყვის რომ ეს რა. ხო, კითხავს და შენ ხო, მეტყვი რომ ეს არის. უნებრივია. ხო, იმიტომ რომ ქურდაძე როა მეკარე. კი, კი. ქურდაძე. ხო. ხო და ბავსავარჯიშებს ყავდა მე, ხო, მაგარი კაცი. მე ყავდა U16 თუ U17 ნაკრებში ყავდა რა. ხო და ზუსტად ესე ბიჭო მეთქი ვიტამინები და ეს ურიგებდი რაღაც და ეს საღამოხანია და საღამოხანს ჩვენ ვაძლევთ მაგნიუმის შემცველ ვიტამინს, რომ ცოტა კუნთები მოდუნდეს, ხო? კარგად რომ დაიძინოს, რომალა და ამას რომ მივეცი და ეს ოქუთაისელია და აგერ ისია, მითხრა, ხო და მეთქი ახლა ქიმიური სტრუქტურა და რაღაცეები ხო შეურა და მეთქარი კუნთებს ადუნებს თქო და მე რატომ მიდუნებ კუნთებს მაგიზე და პირიქით ადუნებ კუნთებს ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ ტრადიციულ თამაშს. შეიძლება რომ გადაკრა ბოლომდე დამაჯერო? რა მაზია რაულის ორიგინალ მაისურზე. 3, რაულის 2. მოიცადე ერთ წამი რა. ბედო. ვარ საერთოდ არ დაულევია. რა? რა? არ კიდე ჯიმშერი აი ხა ბუკა, ოღონდ ვეუნები რაულის ორიგინალ მაიკაზე. სადამ აქ რაულის მაიკა, შეჭემისა შენ. როგორ აყვა ისი სადა? არა, სადამ აქ რაულის მაიკა. ვისიც მაქვს იმას არ მოგის უთხარი და ჩერეს ნოიერით გახოდოს. გაიგე შენ კობის ვეთყი ჩერე ნოიერი გახოდავს, მე ნოიერი დაურეკავს რაულის ბებიას ის დედამისი და გამოგიგზავნა. რაული რო დავინახო, ისეთი არაადეკვატური გავხდები. შეიძლება ჯერ ლეწო სიხარულისგან მე ჩავეხუტო და მე ფანჯრიდან გადავხდე. მე კეთება. ფათაშორის ჩვენ დინამო თბილისში. დინამო თბილისში. როდარ? დინამო გაყვნილი. დინამო თბილისში ყავს გერმანიის ხანი ჩემ მასაჟისტი. მეთქი ფიზიოთერაპევტი, აი გერმანიის ფანია, როგორ იცი? აი
ყველაფერი კაი გერმანია, ყველაზე მაგარი ხო კაი გერმანია. ჰიტლერი? გერმანია და და ისე მაგრად ევასე, ნუ ყველაზე მაგარი სოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაგარი მეკარე კანია, თავდასხმელი კლინსმანია, არ აღიარებს. აი ძალიან ესეთი ხო და ისე მაგრად ევასება, რომ დინამოში რო ის თამაშობდა იაშკა. ხო. რო თამაშობდა ეს გერა? ამას ერა იმან იაშკამ საჩუქარი გაუკეთა და იმენა ოლივერ კანის. სამბო ბიჭო, ეს მოკვდებოდა, ეს ცოცხალია? მოკვდა კი, და მოუტანა და მოკვდა. მე ხო ბედია. აი ჩემი მაგაც ერთი. კიდე ერთი გერმანია საქართველოს თამაში. შევიდა საქართველოს ესო. და მე გაიხადა და გერმანია ეცვა და მე გვერდზე ვეჯექი და მე ვთხარი ეს ჩემთან არ არის მე. ეხა ჩვენკენ იყო, მაგრამ რომ მიხდო რომ შანსი არ მქონდა, მე გაიხადა რა. მე იმაზე რა ქვია. ბარსას ბეტისზე ვარ დამყოფი შიგნი მეც რეალის მაისური ვარ და არ გამოაჩი. რა ბიჭო, აი მე ხო მე თვითონ რაც მე რა გადამხდა, ჩემ ბილეთს ეწერა. შენ რა გაგიტყვა? აი ეგ ისტორია არ უნდა მოგეხოლო რომ იაშკამ გააძრო კანის რა შუაშია ეს იგი შესაძლებელია რომ მე გამიჩნო სკობი რაულის პაიკ. გიჟია მომინდა ეხლა. ეს რა გერმანია. შენ გაზპრომში დარეკე. გაზპრომში დარეკე და საველიჩის კომპანიაში დარეკე. გაზპრომი გამოგიგზავნის შენ საველიჩი გაჩუქებს მერსედესს. ეწერა ეგმა იკა გინდა შენ. შენ საველიჩი გაჩუქებს პრინცს. ამ ესპანელები და იმე. რაულის ორიგინალი რას ტიშტო? ნაცვალი. ნაცა. კიდე რა გინდა რაულის ნაცვალი? გამაშელი. ხო და რა მოხდა? აი იაშკა. ვისარგებლებ. შენ შეპირებული ხარ კარლსრუეს მაისტრს, შენ მაისტრს. დღესაც მითხარი მოგცემო. აი თუ უყურებ ამ გადაცემას მომაց. აი ღმერთო შესახე. შენ იცი რამდენი ბაი კაცო ჩემს ამოს. მათხოვარი ხარ ჩვენ. მე ერთ-ერთი არავის არ მითხარი. აი მეგიწოდე კარგად რა. გავიგე გაჩუქებული მაქვს. ანრის ხელმოწერიანი მაისური მაქვს გაჩუქებული. რომელი? მადრიდში ნახე სხვათა შორის მაღაზია არის. იყიდება რეტროები. რეტროები. ეს მაღაზია რა ყოფილა? 94-ის. და ბოლო დღეს შევედი მე და ფული არ მქონდა რომ. სენიორ ესპანეთის. ანძვირიღი. ესპანეთის ნაკრებმა 94-ის. მე ჩამოვუტანა ჩვენი აი ბუხალას ხო? კი, კაცო, როგორ არის? ბუხალას როგორ არის ბუხალ? მაგას ჩამოვუტანა მე ხო გიждდება არგენტინაზე და ძველი რეტრო იმენა. ასმებიანი ხო რა აქ რო აქვს? აი რა ლამაზი მაისურიო გიждები რა. ბუხალი ოქრო კაცია, კი, კაცო. გენაცვალე. შენ გაქრამე ეგეთი. სერიოზული მაისტრო კიდია შენ. მე ბაკ. ბიჭო. ნაკრებს ეხლა რო ჰიპოკრატესის არა, გამოსაცველი. ევროპის ჩემპიონატი იქ რამე, გვირაბში რო შედიან თამაშის მე ვინმეს არ უთხარი გაიხადა. მე რო ვიყო შეიძლება გამეტიტულებინა მთელი ესპანეთი. ესე ხუჩას ესე უსმევდი კრისტიანოს. აუ რა საყვარელია. ამ ღონისძიებაზე, ანუ ფიცის დადებაზე ვერ ვეშვები ამას ისე მომეწონა რა. ამ ღონისძიებაზე სიამაყისგან და სიხარულისგან ბევრი ცრემლი დაღვრილა იტირე შენ. ტირილი მე ვიტირე ბოლოს შავყურათ არა ეს სადაც ვიტირე ყველა მიცის ხო არა ბოლოს უნდა მეცვალა ეგ ტირილი შენ იყო ღნავრილი არა მე სულაც ვიყავ იმიტომ რომ მე რო შევხედე მე არ ვიყავი ნაღდათ რა და თელი თამაში ჩუმად იყო რა გაგროვებ და ცვეჩი გეუბნა ამათმა დამაგლიჯეს ნერვები მე და ბუკა შენი ესე იმათ ბაერძნებს შენ თელი თამაში დამაგლიჯეს ნერვები ეგ გვერდზე მეждებ გამაგიჟე არა გიჩქარდა გოლი არ დალიე რა მე თამაში რა არ დალიე ეს კუდარი ეგდო ბიჭო იქა მე გეუნები ის შენ პენალი ხო არ გინახია არც ერთ მე ეს ისე დგას იქავდა და ვაფშე გასახდელში ჩავედი არ შემიძლია არა ბიჭო ეგ იყო როგორი მომენტი ხან ვაფშე დაგიზდი შენ ახლა მე გამოვარდი და ეგ დავინახე რომ ეს სანიოლი და ისინი და მივარდი პირდაპირ და მე ხალხმა აი ეგ ყველაფერი დავკარგე ხო ჩანთა ყველაფერი წაიღე ეგ პენალი როვერ გაგეტანა კვეკვეს დღეს რა იქნებოდა დავოს ეგ რა გამახსენდა იცი ტორპედო ნიხა რა შესაძლებელებია მაგრამ ხო კიდე იშვილმა რომ კი რა შესაძლებელი რა ჩვენი ეგ არის ხო და აი მაშინ მახსოვს შიგნით აი გრანდებთან ვისთანაც ვითამაშეთ გინდა პორტუგალია გინდა ესპანეთი აი შიგნით რო შეხვედით უკვე გათამაშეთ იქ შეფასებები რაღაც ფეხბურთელების კარგი ექნება მოკრული რა ხო არის რომ ბრავო ჯიგრებო მაგრები ხარ მეტოქისგან ჩვენების რაღაცები კარგი იქნებოდა ეგ ვისი შოში ესპანელებმა მომიშალეს ნერვები მაკუტკა ძალიან ცუდი ხასია ძალიან ცუდები არიან ეგები ბიჭო მე ზამთრისთაზე რაც მოხდა მოყვები ეხლა ის რა გოლი გაგვიტანეს ხონახე პირველ ტაიმის ბოლოს როდრი ნუ იქ კიდე იშუნდა მერები თამაშ გარდა რაღაცები და მერე რო ჩამოვდიოდით რაღაცებს თან ეს კუკურელია
რა რაღაცებს საჭს კიდე რაღაცებს. არ გასაგებია. მაჯიკა რამე არა. ჩვენზე აი ცუცი. გვირაბში კოსოვოსთან მქონდა რაღაც დაბულობა. რა მოხდა? აი იქ რომ მოუგეთ მაშინ. ო, არის ხოლმე ეგეთ რა, რა რაღაც. თქმა უნდა. თამდები გავიგე, მაგრამ რა თქო თუ რამე მოვთხოვ. ასახდელში კალათბურთელებმა როქნეს ეგეთი უნდა, ძმაო. მოიცა, შენ ერთ ფეხი ქონდა მოტექილი, მეორე ხელი და 900 გწემესო იძახდები ბიჭო. ქრისტიანო. თორნიკე დაიმამს გოგა. აუ, მოიცა, კაი რაღაცა სამი. ქრისტიანო ხო რა ამხელ ჯე ამხელა ფეხბურთელი ხო ხარ და აუ, აშინით იყო. იქ კიტეიშვილი რომ წაიქცა მაგაზე გავედი. ხო და მოვარდა და მეუბნება რომ ჩქარაო ააყენეოდა მამა ისა მეთქი ესე ვერ გავუგეთ ელოცოსავით ვერ ესე მე თვითონ მე რომ ის კიტე რომ წამოვაყენე მე მომკიდა ხელი და მაიცა მეთქი არა ეგ არა მაგე კაი კუთხით შეზოიდია რა ანუ ხო და ძირითადში მაგას არც აყენებდა ის სენიორ და ამას გოლის გატანა უნდა და იმიტომ დადგა რა ერთი კიდე გამოვიდა რა მახსოვს იცი იმას რა ქვია გახსოვს ესპანეთს რომ ამხანაგური მოუგეთ 1-0 ხო ოქრიბროში აგდო მაშინ აი კაკრას რომ მიდიოდნენ და აი მანდ მახსოვს თამაშის მერე ალბა და აი გასახთელის იმაში გაცოფებულები ხო ბანერს ოგლიჯა მეთქი ო ეგ ინა ამხანაგური იყოს გირე მაგათი სერიოზული ერთი წამი რა ჩვენებიც ეგრე არიან რო გავლენ მოედანზე მაგრა კიდიათ ეხლა ვის ეთამაშება იქ რომ მოუგეთ იმაში აგე ეგულა სვანა დააბა დღემდე არა დღემდე ვარ ვერ მოინერეს ვის ვარას მოუგე ბიჭო სვანა იყო მცდელი და იქეთ იყო სირაძე დემეც კიტა და ჩვენ ვიყავდა ეხლა მე ეს კარში იდგა ეს არა ეს კარში იდგა და ეს იუტუბერები და ჟავია ორი ხალხი მოგერია 8-7 მოუგე და ბოლოს თურმე ერთიკაც ზედმეტი ყოფილა მე მაზიმი მაინც ვერ გაიტანეს პირველ ეპიზოდს ვარ დაგიზარება უყურე რა ხო და ისეთი არა დღემდე რომ სირა რო შეხვდება ხოლმე ეგ კიდე უნდა ვითომ მე ვთქვა მე ვაფშე არ ვიცი ვინ თამაშობდა რაო გავიდამანე ერთი მაგარი ისტორია მახსოვს რა იცი აბა დინამო თბილისი ვეთამაშებით ცხინვალის სპარტაკს ხო და რაღაც ხოჭე რომ მოვდუნდებით და ბიჭო 4-0-ს გვიგებენ 4-0-ს გვიგებენ 4-0 სერიოზულია მაშინ დინამოში თამაშობს ეხლა ვინც ნაკრებში თამაშობს ერთ-ერთი სამყარო მეხუთელი და ბიჭო აი საშინლად ითამაშა რა კაჩი 4-ვე გოლი არის ამის ბრალი რა აი იმენა აი ბავშვ აი ეგეთია შეიძლება მე რო დავაყენე აი ვიზი ამბობს აბანოდა რა მნიშვნელობა კაცად ეხლა გავაწითლო პირობითად დავარქვა ნოდარი ქვია რა და დიმა იყოს აი დიმა იყო და კაჩი 4-ვე გოლი ამის ყა საშინლად თამაშობს ვიზ და ეს მწვრთნელი გასჭირია ამას რა ჭირს ბიჭო 4-ვე ამის ბრალია და მე ერთი გავიტანეთ 4-1-ია რაღაცა და უკვე 4 წუთია თუ რაღაცა და ბიჭო კიდე გაიქცა მცველი ამას და საჯარიმოში მოწელა კიდე ამას ხო პენალი დაინიშნა კიდე ამის ბრალია და კავჭე დაარტყეს იმათმა პენალტი და ჩვენმა მეკარემ მოიგერია და უცებ ჩვენი წვდელი დიმა დაამატე აუ რა დღე ვიდი პარემდა დაამატე რა დღე ქონდა იმ სალს ო ეგეთი დღეები არის შენ მოიცადე ერთ წამი ხა გამახსენე ზამთრის თაზე რა სამბობდი რას ამბობდი მე ვიჯექი და ვაცხადებდი და ჩემთან მოდიოდნენ ბიჭო ამხელა რეალში და ბარსელონაში ივან კამპო თუ ვინ მოვიდა ვინც გინდა რომელი რო გადაიღია ივან კამპოს და სულ სხვა ვერი პოვერო მოდიოდნენ სენასთანაც გადავიდა რო გადა მეჩხუბებოდნენ მე და უბრალოდ ბიჭო და თამაში და ჩვენება გაუტანეს რაღაცა ჭყიპინი ყირილი პროფები არიან და იმის პროფე ჩვენები არ არის არიან და ყავდა იქ მოედანზე ძმა აბა ჩვენებს წაეგოთ რა დღეში იქნებოდა კარგია კაბდოვილესთან არ გინდა რა ეხა ეს გაправებები აქ რა კაცმა და ხელი ამიგდო ესე რა მეტი სოფლიოს მოგებული კაც მაგრამ პროფები არის ვერ კაბდევილია რას იშნავს იცი წარნო საიდან არის აბა ვიცი თქვი არ ვიცი რა შენ გესწოდინებო არა თქვი ერთი მაიდა თამაში თამაში ვიწყებთ ეხლა ძალიან საინტერესო თამაში ვიწყებ დილიდან ვიგირავებ შიქჩავის აველომებს ფაფარაშლი რა უნდა ვიმღერო რა უნდა ბოლოს და დავამთავრე ამაიღე ამაიღეო რა ამაიღე რა ეგონ არ ვიცი ვაფშე მე საერთოდ არ ვიცი რა არის აი მაგას მოაკეთებ რა ევროპი მეშლება რა ფურცელი გია ეს არის ორიგინალი თან დაღეჭილი ბიჭო ნაწერი ხელნაწერი კომპიუტერი რომელიც საუკუნეა შეჭები და საყვითელია მე მგონი ცნობის ფურცელია ეს რო გამოდიოდა ეს არა ეს არის რა ქვია ლენინის კომუნისტი დაიწყე დროზე რა სვათაშორის ხელნაწერს დიდი ფასი აქვს ვიდრე Word-ის ფაილი ხელს გააჩნია რა მიდი ჩემსას
აბა სენიორ. აბა სენიორ. სულ არის რაღაცა 5 კითხვა. 5 ბევრია, ბიჭო. აი, ჩვენ შეგვიძლია მალევე დავამთავროთ, არ არის და პრობლემა. კითხვა და რა? არ ვიცი, არა. ვარიანტებია და უნდა გამოიცნო. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ჯიმში მოიმე დაიწყე, ისედაც ეკუთვნის ჯიმშერი ამას, ასე რომ სიაბანდეს ნუ აბა წავიდა. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? გავაკეთო ბიჭო. დიდი ფეხბურთი მოდის შრომით, დიდი ფეხბურთი მოდის წოდრით, დიდი ფეხბურთი მოდის პროფესიონალიზმით. ვისაც ჩვენ დავჭირდებით ეგ და ემართება ამას ყველას. იმიტაციას აკეთებ და მიხვდება. სპეციალურად გავაკეთე არასწორად. ბოსკამპს თარჯიმნის ხმა იყო ბოსკამპთან შეგულ. ბოსკამპსო. მურთას ხურცილავას ბ c რეზო ძოძუაშვილს დ ჯონი ჯაგიდის. ჯონი ჯაგიდის დუნდანანა ჩაჩიტინი. რა, ეხლა ვერ ინტონაცია. ოიცოდი, აცა იმჟელოს. დუნდანანა ჩანინდენდი. ვისაც მიმოვძავს ინტონაცია, ეგ აჭავა, ეგ არ უთქვა. როგორ არ უთქვა? მოიცა ვით აბა ვიზეიდა. შენ დართქვა. არა, ვინ გონია მაგ ა ბოსკამპს გავიგეთ. მურთას ხურცილავას c რეზო ძოძუაშვილს თუ d რეზო ძოძუაშვილს მაშინ გარწმუნებული ხარ? ჩელებაძე თქვა, წაიღან ბიჭო. არა, რეზო თქვა. რეზო ჩელებაძე თქვა. შეიძლება. ძოძუაშვილს. ძოძუაშვილი იყო ერთი აკეთებს და პაროდიებს. კაი, შემდეგი. ეგ იყოს? არა, ბოსკამს ეკუთვნის ძალიან მაგარი იყო და რო გავიხდა რომ იქარა და გადააკეთა თარჯიმანმა თქვაო. მოდი გავამწვანოთ, დაველოდოთ. თარჯიმანმა თქვა, და. მიდი. დორორო. დალიე რა გეხვეწები. სორია. ბრავო! 1-0. დინამოს ექიმის. საულ. უნდა წარბების გაცვენა. მიდი. დავიწყეთ. რა უთხრა დიმამ ნოდავს დაცემინების შემდეგ? ა. ჯანმრთელობა. ბ. ბ. ცხვირის გაზრდა კოჭებამდე. c. ამისყვრა. თუ d. სასახელო ბიჭი გაიზარდა. ამისყვრა. ანუ არც ტიქდები და არაღარ და დიმას ვიცი. მე გეუბნები დიმას ვიცი რომ ბოლშო ვიდარო ჩემგან. მე გაძლევ შანსს რომ ჯიმშერი მოიგო. აი სწორი პასუხი. არა პირველი ჯამთელობა ხარცი არა. ის არა. აი всё კარგი. ნო. უაკეთე ბიჭო მაგას. ეს არის კომპიუტერი ძახის მას მე არ ვაკეთებ. უაკეთე გეხვეწები. აი მე გრაფიკოსს რო ეკამათე მე არ ვაკეთებ. ბიჭო. შემდეგ 2-0 ექიმის სასარგებლო ყავა გვაქვს. 2-0 ექიმის არა ყავა მე. კარგი. რომელ ქალაქში, უпростоრად რომელ სტადიონზე გაიგონებ ასეთ შეძახილს? შენ ოჯახში საწოლის გამშლელს აღარ დავამთავრებ. ა. გორი, ბ. ქუთაისი, c. თბილისი თუ d. ხაშური. ეს აკითხვა რა. ძალიან მაგარი კითხვა არის სტადიონის წმინდა საფეხბურთო კომაგომის ემოცია. მაგაზე ხსენე. ანუ ეგ ეხა ანგორია, ან ქუთაისი. ხო, ნუ 50-50 არ გვაქვს აქ რო იცოდე. წამზომი ჩაერთო. ზარი მეგობართან გავაკეთებია. ინა ზარი მეგობართან. ვის დაურეკოთ ემოდი გორი. დარწმუნებული ხარ? ხო, იმიტომ რომ ისენებე მაქვს და ისეთებე მაქვს დაგონილი. 3-0 ბრატ. მოიცა შენ ნულებს ასრებ. ეგრეა და. შენ თქვი ერთი ვერსია ბიჭო, ქუთაისი. ვერ შეაცვალინე მამას არის. გორი რა, იმიტომ რომ გორში მოიცა ქუთაისში რა, შენ დეგენერატოს ამბობენ სტადიონში. იმ ამბის მერე სადაც ჩავდივარ დინამოს ექიმი კაი კაცია მეძახია გორში დინამოს ექიმი ბოზიო მეძახია. მე მოგეც შანსი. მე მოგეცი შანსი რომ შენ შეგეცვალ. ანუ შენ ამბობ გორს. გორი. ტანანა. აი მაგას ნუაკეთებ. წააგე. არა. მე ქუთაისში გავიგე შენ ოჯახში საწოლის გამშლელში აკიდა. მართლა? კი, ქუთაისში იყო შენ. ყარო? მე ვერ დავიჭერები. ყარო? კი. გორში მეგეტყვი მაშინ თუ შენ შობელთა კრება გვაქვს მოსმენი ეგ რო თქვა არა. შობელთა. 2-1-ია კაი, მაცადე. გასაგებია. რომელ ფეხზე აქვს? ეხლა როგორც ეკიპს უკვე პროფესიონალს გეკითხა. აბა. რომელ ფეხზე აქვს დიმას ტრავმა მიღებული? ა მარჯვენა, ბ მარცხენაც? ცე არა. ხო, 2-1. შუა. მარცხენა ბ მარჯვენა და ხო, მარცხენა. ანანა. 2-2. აბოს. გათარავდა და გადამწყვეტი. ეხა 2-2-ია და ტაიბრეიკია. იმედია ნორმალური კითხვაა. აი ხა ჩემზეა უკვე. ჩემზე რატომ უნდა ცოდნოდა უბრალოდ? აი შეიძლება რამე ექიმია და შეიძლება რო დამკვირვებოდი? ეგ უნდა ცოდნოდი. შემდეგი. რომელი საჭმლის ქვაბი დაუწურდა დოდარს მაცივარში. ღამის 4 საათზე. ჩემზეა საუბარი ამ შემთხვევაში. ა ვინეგრეტის, ბ ხალის, c ტოლმის თუ d მაწვნის სუპის. ეგ როგორ უნდა გამოიცნოს ეხა? აი ჩემი გემოვნებიდან გამოვნივი. მაწვნის სუპს მოდი დავეხმარები. ატლეტი რატო არ დაწე? მაშინ ტოლმაკის.
გააქვს ერთი შანსი რო თქვა, კიდე არა, თხოლმა. ვინეგრეტ. ერთი შანსი. ეცვალე, ჰა. ვინეგრეტ. დანანაუ. მაგრამ ეგ უნდა მოგიყვეო. მოიგო, შენ ვიგებ. არა, ეგ უნდა მოგიყვეო. აი უყურე ეს ყველას ატყუებს მათ შორის თავის თავსაც რომ მერეო ბიჭო ყველას ატყუებს თავის თავსაც და ყველას რომ არის გავხდარი დიეტაზე და იკრებს და ღამის 4 საათზე ამის სოლი გამოვარდა იმიტომ რომ ხმაური გაიჩნდა ყვავი მოძრა და გაიხედა ნოტარა იმას ავიწყობილო ნუ რა ეს კითხვა ძალიან სუსტი კითხვები იყო და მოემზადე კარგად შემდეგისთვის ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ 3-2 მომიგო წინაზე 3-2 ეს დაძაბას გორი როგორ მეგონას აუ ერთი მაგარი ისტორია. მიდი გლიჯი. ერთი არ დავასახელებ. მიდი, ეხლა ჩვენ არავის არ ვასახელებ. საული ექიმი ყავს იმ გუნდს ენამოსწრებულია როგორ იცი, აი საული უმპორია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთი, კიდე ეგ არის. აღმოსავლეთი. აჰა, всё, გასაგები. ხო და რა არის გასაგები? გორში და კარჩი შევიდა და ხო იცი რა იგებენ და გორში და დრო გაყავს რა ფელაჯევიდა და უცებ ვიღაცა იქედან ჩხარა გამოიარე ლეკიმო დაუძახა გაიგე ხო და დამძარდა ხა ისთავე შევიდა და გასახდაში დაუწყეს ფეხბურთელებმა кайფი ხო რომ ბიჭო როგორ გითხრე ხო იცი როგორ გითხრესო ლეკიმო როგორ გითხრესო და ამან ეგრე არ უთქვია და ამან როგორ და ყლეების ეგრე ორა ჯიგარია ვენაცვალე ბარი ძალიან ჯიგარია აუ თან როგორი აკენწვა იცია ბიჭო ფეხბურთელებმა და ის ეგრა ტრენდი გაიჩნდა რა შენ სერიაშიც რო გაეძრო აუ და შენ რო დგეხა აი ხო არაფერი ვიტო აი ძალიან მაგარია ეხლა მე და შენ ისევ ეპიზოდებში ვართ მაგრამ მნიშვნელოვანი როლები გვაქვს ხო კაი ხდება აი კამპეინი ეხლა მომისვლი ეხლა ყვარაზე მინდოდა და მოდი რა ყველაზე აქტუალური თემა არ ვიცი ეს რო გავა იმედია უკვე დაალაგებული იქნება ყველაფერი და რასაც ახი დაალაგებას შენ როგორ ფიქრობ მართლა გუწვედა, აი როგორც პროფესიონალი რა, სპორტში ხარ ამდენი წელი. როგორ მოექცენ კვარა? ლაურენტისი როგორ მოექცა კვარას, მოდი ესე ვთქვათ რა. ხო. აი სამართლიანობის თემაში გეკითხები რა, მართლა აი გუწვედათ რა. არა ხო რავი ეხლა. ჩემი აზრით, რასაც ხედავ ყოველ შემთხვევაში. არა, აქედან არა. აი შეტევა ბოლოს გააკეთეს კვარაზე და კონტენტს ათქმევინეს რომ შემოვიდაო ტიპიო. გამორიცხული ახლა შენ ხო ისო ყველა და რა ვიცი ახლა შეიძლება შესულიყო და მომეცი 5 და ვათამაშე ან 6 ან 7 ეგ მაგრამ ავედი ეხლა მე მაგას არ იტყოდა ძმაო. არ არსებობს. ხო ტიპაჟიდან გამომდინარე. არა, ე ტიპაჟი რა მე კვარას ბავშვობიდან ვიცნობ და თამაშის და გუნდის გამო ისეთი რაღაც არაფერი არ უნდა. ისე ამთავობას ყველას 5 თითივით იცნო შენ აი კვარას ესე. ე კი არა, იმაზე რა ქვია მე ის ბუცი მაჩუკა. ვა. ემიკ. ხო. სახში მაგ პროსტა ვარჯიში, ხო იცი ახალი ბუცი ვარო გადაგატყავე ხო. პროსტა ვარჯიში რო არ გამოეტოვებია. ვარჯიში ის ქუსლი ამომაჭრე ესე და ეს გამოჭრილი თამაშობდა გუნდის გამო. მე სხვადასხვაის არა, კარგად მე ჩაკვე უფრო კარგად მახსოვს რა. ჩაკვე უფრო კარგად მახსოვს მე რატომღაც რა. იმ პატარა ასაკში მე მგონი ის უფრო ჩანდასავით რა. ეს გამოვარდა. მე გავარდა ხო. კაცი რომელიც ხდება, აი უბრალოდ აბსურდია, სულ ქართველი არ არის რა. ქართველი არ არის კვარა, აი თქვათ. არის რა, აი აფრიკიდან არის. სერია საუკეთესო ფეხბურთელი 33 წელი გავიდა ბიჭო. ფანჯარა გააღეს იქ მარადონას გვერდზე მურალზე დახატეს. ნუ მე ის მურალი კიდე არის. დანარჩენი ხედე რა გამოაძრეს, გუშინ ვიღაცამ დადო ვითომ ნაგვის ყუთში აგდებს, რაღაც ნუ საშინელებაა რა. ნეაპოლში აი ცუდი ტიპები არიან, იმ გაგებით ვიძახი რომ აი უცებ რაღაცა ეხა ბავშვებს მაგრა უყვართ და მართლა გიждდებიან. არა, იცი რა, არ ვიცი ეხა თუ ვერ გამოწურავს რა, რა მე მაინც გონია რომ ვერ გამოწურავს წელს კონტე რა. და ნერეშიც ეგერ გამოჩდება, ეხა შედარება არ არის ბიჭო, რას ლაპარაკობ. ჩეულებრივი ფეხბურთელია ზმაო ის. კარგი, მაღალი დონის, ოღონდ ჩეულებრივი. ეს არის უმაღლესი დონის. ნერეშზე ბევრად მაგრები ჩვენ რომ მიყავდა თამაშები. მერტენსი, ინსინიეც, ეს კალეხონი, კარგი ტრიო და ტანდემი რო ყავდა. ხო, თან ეხა როგორი თემა გამოვარდა, ხო ნახე? ისა, პური ცხოველი, ისა, დალაკი, პროფესორი, ვიღაცები გამოვარდნენ. და ლანძღავენ ეხა ხვიჭას. და იმის გამო რომ კონტეს დაავალა იმან, მე ესე მგონია რა. რომ თქვი ეს, რომ ცოტა იქეთ გადაიწიოს და აი ეგ როგორი სპოილერიცი აი აი ეხა მაგრა რა. უბრალოდ მე ერთი კიდე რა არ მესმის ეს რაღაცა სახის აი მოღვენთვა და პანაშუდები ატყდა პარის სენ-ჟერმენში მე სიმართლე გითხრა მე არ ვარ განწყობილი მე სიამოვნებს ლუის ენრიკესთან რომ იმუშავებს კაცი რომელმაც ახალგაზრდებთან მუშაობს პარის სენ-ჟერმენში რა ხო რავი დიდი ხანი დავიწყეთ დაწუნება აი ისტორიული თარიღი დავაკეთებინე ძმა
ვერ ჩემში სვაჩქე რა. ხო და მაგ შენთვის მინდა ყველაფერი კაი. მაგ ისტორიული ამბის ერთ-ერთი უმთავრესი თავარი მოქმედი პირი აგენ არის. ხო და დიმა ისევ და ისევ გაუმარჯოს კაცი ჯანმრთელობა. შეხარ კაცი ჯანმრთელობა, რომელიც ზრუნავს მოკლედ, და ყველაფერი დინამოს ჯიგრობს. დათუნა. დიდი მადლობა ძმაო. შენ მე სახელზე აღვლაპარაკობთ. ყველა მეცის და. პრიზი. პრიზი სტუდიაში. Distilled and bottled in Georgia, Jimshire blended whiskey. პირველი ქართული whisky. Jimshire. ეს ვაუ, შენ მიდიხარ შეკრებაზე. შენ არავინ არ თხოვს კუპერის ტესტების ჩაბარებას და აზიდვების კეთებას, რაც ნოდარ წინვალეთ გამოძი და კინახეთ. ეს შესაძლოა ჯიმშერისგან და ჯერა გუწოდათ რომ მოგეწონა მართლა რო გასა. მართლა ძალიან კარგია რა, ქართულია. ხო. წეიმ ზვანიე ძმაო, კეთილი ფრენა და შეკრებაზე მიდის. და დინამოს წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში და ყველა ქართულ კლუბებს და ერთი ევროპაზე გვინდა ერთი კლუბი რა, ერთი მინიმუმ ერთი და მე ვნახოთ. ეგ კლუბი უნდა იყოს დინამო. იყოს დინამო იყოს, ვინც გინდა ისე სპაირი იყოს. 2004-ის მერი აგენ გაიმეორეს. ან ეხა ის რა ქვია 100 წელი შეგვისრულდა. აბა, გილოცავთ ყველას 2025 დადგა უკვე ესე ყარად შემოვიდა და ეს წელი ყოფილიყოს 7 წყნარი და ერთმანეთის სიყვარულის წელი. ერთმანეთს შეყვარებოდეს რა. მართლა ეგ მინდა რა. მე ვერ ვატყობ შენ და მინდა. შენ ძალიან მიყვარხარ. მე ჩიანგელოს. იმდენად მიყვარხარ რომ ზიზღში გადადის რა ფაქტობრივად. ნემეტნავად. მადლობა ლავაცას ჯიმშერს და გამოგვიწერეთ და დაალაიკეთ ეს ვიდეო. ესეთი ნიჭიერი ხალხი ყავდეს. სან მაგარი რაღაცე მოვიყვა. კი კაცო. ჩელემას გარეკა? ჩავს. ნახოთ რა იქნება. ადიოს. ასტამანიანი. კარგად, დიდი მადლობა გიყურეთ და გამოგვიწერეთ რა, ასტამანიანი თქვი რა. ასტამანიანი. Hasta la vista legueta meta peta. ეი! აჰა, ნოდარ ჩაისხი. ახლა მე რო ჩავალაგებ დინამოს პრეპარატებს. აიღე. დინამოს რაში ყუთში? ჩასალაგებელი მაგრამ თუ ემერია რა. აი, ძალიან ერთი კაი.